1086 ამოცანა. რა კუთხით გადაიხრება სხივი საწყისი მიმართულებიდან, თუ იგი მინას 45 გრადუსიანი კუთხით ეცემა. პირველი შემთხვევაში გრერი, მეორე ალმას ეცემა. ესე იგი, ეგ ამოცანები არის გარდატეხვის კანონზე. აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ორი გარემოს გამყოფი ზედაპირი. ზედამ ნაწილი იყოს, თქვათ, ჰაერი ან ვაკუუმი და ეს ამ ხაზის დაბლა არის, პირველ შემთხვევაში მინა იქნება, მეორე შემთხვევაში ალმასი. თქვათ, ეცემა სხივი რაღაცა კუთხით. დაცემის კუთხე ამ შემთხვევაში არის 45 გრადუსი. ეს არის ალფა. ესე იგი, ალფა არის 45 გრადუსი. ვიცით, რომ მოხდება გარდატეხვა, ესე იგი, ნაკლებად მკვრივი გარემოდან, როდესაც მეტად მკვრივ გარემოში შედის სხივი, ის უახლოვდება პერპენდიკულარს, ესე იგი, ესე იქნება და აქ იქნება ბეტა კუთხე. აქ თუ ალფა კუთხე არის, აქ ბეტა კუთხე არის. გარდატეხის კანონის თანახმად, სინუს ალფა შეფარდებული სინუს ბეტასთან, ეს არის მეორე გარემოს გარდატეხის მაჩვენებელი პირველის მიმართ. ესე იგი, ეგ არის n მინის შეფარდებული n ჰაერთან. ჰაერის გარდატეხის მაჩვენებელი არის მიჩნეული არის 1-ის ტოლად. ამიტომ დაიწერება, რომ სინუს ალფა სინუს ბეტაზე იქნება n მინის ტოლი. აქედან სინუს ბეტა იქნება სინუს ალფა შეფარდებული n მინასთან. სინუს ალფა ამ შემთხვევაში არის სინუს 45 გრადუსისა ფესვი 2-დან 2-თან შეფარდებული, აქ n მინაზე, ანუ ეს არის ფესვი 2-დან 2-ჯერ n მინაზე. n მინისას ცხრილიდან ნახავთ. ბეტა იქნება arc sinus აი ამ გამოსახულებისა, arc sinus ფესვი 2-დან 2-ჯერ n მინისა და გადახრის კუთხე რამდენითაც შეიცვლის მიმართულებას, აი ეს არის ამ ნახაზის მიხედვით. აი φ არის გადახრის კუთხე, იქნება ალფას გამოკლებული ბეტა. 1087 ამოცანა. წყალქვეშ მყოფ მღვინთავს ეჩვენება, რომ სხივი წყლის ზედაპირს 60 გრადუსიანი კუთხით ეცემა. იპოვეთ მზის კუთხური სიმაღლე ჰორიზონტის მიმართ. ჩავწეროთ ესე იგი მოცემულობა, რომ ალფა არის 60 გრადუსი და გვეკითხებიან მზის სიმაღლეს. მოდით ის აღვნიშნოთ, ბეტათი აღვნიშნოთ ეგ კუთხე. ეხლა აქ ნახეთ რაზეა ლაპარაკი. ესე იგი, თქვათ ეს არის წყალი ქვევით, ეს არის ჰაერი ზევითან და აქ მყინთავი არის და მყინთავს გონია, რომ 60 გრადუსიანი კუთხით ეცემა სხივი. ესე იგი, აი ეს კუთხე არის ალფა. ეხლა აქ სიტუაცია როგორი გვაქვს? ქვედა გარემო არის მეტად მკვრივი, ზედა გარემო არის ნაკლებად მკვრივი და როგორც თქვით, ესე იგი, თუ მეტად მკვრივი გარემოდან ნაკლებად მკვრივში გადადის, მაშინ სხივი, ესე იგი, შორდება იმას რა ქვია, პერპენდიკულარს. მოდით ეს φ კუთხითი აღვნიშნოთ. და ეხლა ჩავწეროთ გარდატეხის კანონი. ესე იგი, ეხლა სხივი გადადის ნაკლებად მკვრივი გარემოდან მეტად მკვრივ გარემოში, დაიწერება სინუს ალფა სინუს φ-სთან, ეს არის მეორე გარემოს გარდატეხის მაჩვენებელი 1 შეფარდებული n წყალთან. აქედან სინუს φ ტოლი იქნება n-ჯერ სინუს ალფა. სინუს φ რაც ზეპირად ვიცი, იმას დავწერ n წყლის სინუს ალფა სინუს 60 გრადუსისა არის ფესვი 3-დან 2-ზე. ასე რომ φ იქნება
arc sinus აი ამ რიცხვისა, ესე იგი n წყლისა ფესვის 3-დან 2-ზე. ამ კუთხეს როცა ვიპოვით, ესე იგი ჩვენ გვეკითხებიან მზის სიმაღლეს, ესე იგი ჰორიზონტისადმი კუთხეს, აი ეს არის საძიებელი კუთხე ბეტა. აი ეს კუთხე არის ბეტა კუთხე. ესე იგი ბეტა კუთხე იქნება 90 გრადუს მინუს φ კუთხე. 1092 ამოცანა. სხივი წყლის ზედაპირს 40 გრადუსიანი კუთხით ეცემა. რა კუთხით უნდა დაეცეს სხივი მინას, რომ გარდატეხის კუთხე იგივე აღმოჩნდეს. ესე იგი ალფა არის 40 გრადუსის ტოლი. პირველ შემთხვევაში ეცემა მინას, არა წყალს. ამ n-ებს ესე იგი ცხრილიდან იპოვეთ და n მინის კიდე. ამას ცხრილიდან ამოწართ. ესე იგი რა კუთხით უნდა დაეცესო მინასო, რომ გარდატეხის კუთხე იგივე იყოს, რაც წყალშიო. მოდით ეს აღვნიშნოთ ალფა პირველით. მოდით ჯერ განვიხილოთ, რომ თქვათ წყალს ეხება, ესა ეცემა სხივი. ეს არის ალფა, ეს არის ბეტა. ესე იგი სინუს ალფა სინუს ბეტაზე ეს ტოლი არის n წყლისაზე. აქედან ეს პირველ შემთხვევაში. ეხლა ჩავთვალოთ, რომ მინას ეცემა, ესე იგი სხივი, მაგრამ არ ვიცით რა კუთხით. ეცემა თქვათ ალფა 1 კუთხით, მაგრამ ისე რომ გარდატეხის კუთხე იგივე აქვს. იმიტომ რომ ეს ამ შემთხვევაში წყალი იყო, ეს ქვედა გარემო და ზედა გარემო არის მინა. ეს ზედა ჰაერი არის. აქაც ზედა ჰაერი არის, ქვედა მინა არის. ეხლა აქ დავწეროთ გარდატეხის კანონი. სინუს ალფა 1 სინუს ბეტაზე არის n მინის. მოდით გავყოთ პირველი განტოლება მეორეზე, მივიღებთ სინუს ალფა სინუს ბეტაზე შეფარდებული სინუს ალფა 1 სინუს ბეტაზე, აქ გარდატეხის კუთხეები ტოლი არის, იქნება n წყლისა n მინაზე. ეს n-ი გაიკვეცება და მივიღებთ, რომ სინუს ალფა 1-ზე არის n წყლისა n მინაზე. აქედან სინუს ალფა 1 არის n მინა n წყალი სინუს ალფაზე. ასე რომ ალფა 1 იქნება n უბრალოდ arc სინუს n მინა n წყალზე სინუს 40 გრადუსზე. აი ეს იქნება პასუხი.